გაზაფხული შემოსულა ლენ. ასე ერქვა ფესტივალს, რომელიც ქალაქ ბორჯომში ფესტივალ მზიანი საქართველოს ეგიდით გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ანსამბლებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ჭიათურის საბავშვო მუსიკალური სტუდია ანცი მელომანები იღებდნენ. პროგრამის მიხედვით, ანც მელომანებს დღის პირველ ნახევარში ექსკურსია ქალაქ ახალციხეში ჰქონდათ, სადაც ბავშვებმა ისტორიული რაბათის განახლებული ციხე დაათვალიერეს. სხვადასხვა ისტორიული ადგილები მოინახულეს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში დაცულ ექსპონატებს გაეცნენ. პირველად რაბათის ციხეში დავათვალიერე ყველაფერი და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. რაბათის ციხის შესახებ დღემდე წიგნებიდან ვიცოდი, ხოლო დღეს სინამდვილეში ვნახე ეს ყველაფერი. რაბათის ციხის დათვალიერების შემდეგ ანცმა მელომანებმა ფესტივალის სხვა მონაწილეებთან ერთად ბორჯომში გადაინაცვლეს, სადაც მაყურებელს თავიანთი რეპერტუარი გააცნეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა და ვოკალურმა ანსამბლებმა საკუთარი რეპერტუარიდან მრავალფეროვანი ნომრები ბორჯომის კულტურის სახლის სცენაზე წარადგინეს. ჭიათურის საბავშვო სტუდიამ ანცი მელომანები ფესტივალზე 8 საკონცერტო ნომერი წარადგინა. ძალიან მეხარია, რომ ამ ფესტივალში მე ვიღარ მონაწილეობა. მე დღეს შევასრულე სიმღერა პეპი. ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ მე მგონი ძალიან კარგი გამომივიდა. მე ვიცეკვე პეპი საქანელა და ძალიან მომეწონა, რომ ეს ვიცეკვე. ფესტივალის მონაწილეთა შორის ასაკით ყველაზე პატარა სწორედ ანცი მელომანების წევრები იყვნენ. მათ წამყვანის კომპლიმენტები, მაყურებლის მხუხარე აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურეს. გათროვიმღე მიტომ მომცეს დიპლომი დიდი მადლობა ყველას. ვიყავ ბორჯომში მღერე და დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებულ დინა მასწავლებელს. კონცერტის დასასრულს ფესტივალის მონაწილეებს სამახსოვრო სუვენირები და დიპლომები გადაეცათ. მზიანი საქართველო, ასეთი გაზაფხული შემოსულანენ, ეს არის ფესტივალი, საზეიმო დახურვა ეს ამ ფესტივალის, მივიღეთ სიღნაღში მონაწილეობა, ძალიან დიდი წარმატებით გამოვიდა ანსამბლი. ეს არის პირველი ფესტივალი, სადაც სტუდია ანცი მელომანების ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალის პროგრამა იყო საკმაოდ მრავალფეროვანი. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო მეტად ორიგინალური შოუ, რომელიც დილიდან დაღამებამდე გაგრძელდა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფესტივალის ორგანიზებაში საკუთარი წვლილი შეიტანა და ვინც ამ ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა. დაჯილდოების შემდეგ ფესტივალის მონაწილეებმა ღია ცის ქვეშ ბორჯომის ერთ-ერთ პარკში გადაინაცვლეს. ეგრეთ წოდებული მეგობრობის კოცონი დაანთეს და ცეცხლის გარშემო საერთო მხიარულება გაგრძელდა. ორგანიზატორთა განმარტებით, მეგობრობის კოცონი სიმბოლურად ფესტივალში მონაწილეთა ურთიერთდამეგობრების მიზნით აინთო. საერთო მხიარულებაში ანცი მელომანები თავიანთ პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ჩაერთნენ. ბორჯომის ფესტივალზე ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ვფიქრობ, რომ ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მზიანი საქართველოს ეგიდით წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არაერთი ფესტივალი იმართება. ფესტივალის ორგანიზატორია თეა დავითაია. მისი მხარდამჭერია შემოქმედებითი ასოციაცია რევერანს და მისი ხელმძღვანელი ბესოლომსაძე.
ჩვენ ფესტივალს ვატარებთ თითქმის ყოველ თვე. თითქმის კი არა, ყველა თვე ვატარებთ. მაისში დაგვეგვილი გვაქვს ზღაპრების ფესტივალი, აგრეთვე სიღნაღში ვანოობა გვაქვს ჩასატარებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი. და ივლისში გვაქვს საზაფხულო ბანაკი, რომელიც 1-დან 20 რიცხვამდე ჩატარდება. უკვე ქობულეთში. ბორჯომის ფესტივალი გაზაფხულის შემოსულალენ გვიან ღამით ფეიერვერკით დასრულდა.